დღეს იუთუბერები და ხელოვნური ინტელექტი წინასწარ შეეცდებიან გამოიცნონ, ვინ მოიგებს თოფურიასა და ოლივეირას შორის და როგორ. ოლივეირა თოფურიას კლუბი დასრულდება, რა თქმა უნდა, თოფურიას გამარჯვებით. ბევრს ტლიკინებენ ჭიდაობასთან დაკავშირებით და დააფინიშებს ძირს მოგუდავს და მტკივნეულით მოიგებს ილია. ყველასთვის აყარი ChatGPT ამბობს, რომ ილია თოფურია მოიგებს ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში. ოლივეირას სტილი ზედგამოჭრილია ილიას სიზუსტისა და დარტყმის ძალისთვის. ბრძოლა ძირს არ გადავიდა, მალევე თოფურია გაანადგურებს სტენდაპში. სტენდაპში ანუ ხუბრობებში? მე ვფიქრობ, რომ ილია დაანოკაუტებს მეორე რაუნდში right hook-ით. დიფსეკი გატეხილი ქართულით გველაპარაკება. ილია თოფურიას უფრო მეტი შანსი ვხედავთ, რადგან უფრო აგრესიული და ტექნიკური მებრძოლია. მისი დარტყმის სიმძლავრე და კომბო სტილი ოლივეირას დაცვას დაარღვევს. გონი KO-თ ან ადრეული რაუნდების დომინირებით მოიგებს. გატეხილი ქართულია, მაგრამ აზრი გავიგეთ. თოფურია საბმიშენით დაახჭოს მეორე რაუნდში ლეგენდას. მოიგებს ილია, ოღონდ მეორე რაუნდში და თან მკვლელობით. Google Gemini ამბობს, რომ ჩემი აზრით ილია თოფურია მოიგებს ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლას. ვფიქრობ, ილიას გამარჯვების გზა იქნება მისი უკომპრომისო დარტყმითი ტექნიკა და მოძრაობა. ის შეძლებს ოლივეირას დისტანციაზე გაკონტროლებას, თავიდან აიცილებს მის სახიფათო ჯიუ-ჯიტსუს და საბოლოოდ ბრძოლას ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით გაასრულებს. აი გუშინ დამესის, რა რომ ილია მოიგო მესამე რაუნდში KO-ით, რა ნახოთ. მგონია რომ თოფურია მოიგებს მესამე რაუნდში აპერკოტით ნოკაუტში გაუშვებს ოლივეირას, ოღონდ 5 დარტყმიანი კომბოს ბოლო დარტყმა იქნება აპერკოტი რა, როგორც შეგვიძლია. და ბოლოს გროკი გვეუბნება ასე მარტივად, ასე მოკლედ და ასე ამომწურავად. თოფურია მეორე რაუნდი ნოკაუტი. ეგრე შეგასწრებთ, ჩვენი დროით ბრძოლა იქნება 28 ივნისს და ამ ყველაფრის ხილვა შეგიძლიათ სეტანტა სპორტზე. გამოიყენეთ პრომოკოდი GO30 და მიიღეთ 30%-იანი პასდაკლება. აი, იუთუბერების ხარე გავიგეთ, ხელოვნური ინტელექტის ხარე გავიგეთ. შენ რას ფიქრობ? დამიწერე კომენტარებში.